ელი, რა ფილმს ურჩევდი ხალხს, რომელიც ასწავლის მათ გაყიდვას და საინტერესო კონტენტის შექმნა სოციალურ ქსელებში? ფილმი არ არის სერიალია, მაგრამ სულ 3 სერია აქვს, ამიტომ ძალიან გირჩევ, self-made ქვია, ანუ თვით შექმნილი. ისტორია არის პირველ აფროამერიკელ ქალზე და ზოგადად პირველ ქალზე ამერიკაში, რომელიც გახდა მილიონერი. ყიდდა ხელნაკეთ კოსმეტიკურ საშუალებას თმის ზრდისთვის. პირველივე სერიის პირველივე წუთებიდან ეს ქალი გამოდის ქუჩაში და იწყებს თავისი პროდუქტის გაყიდვას. აბა პროდუქტი ვის გინდათ, იყიდათ ჩემი პროდუქტი, ძალიან ხარისხიანია, თმებს გაზრდეს და არავინ არ უსმენს აბსოლუტურად. მერე უცებ ერთ რაღაცას შეცვლის და მთელი ქუჩა მოტრიალდება და ყველა უსმენს. შენი აზრით რა გააკეთა? დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა. მე აქ და აქ ცხოვრობდი ესე და ესე, მიჭირდა ესეთი პრობლემა მქონდა თმაზე, მერე დამშორდა ქმარი, ასე შემდეგ და როგორ გავიცანი ეს პროდუქტი, რა შედეგი მივიღე და როგორ შეცვალა ამან ჩემი ცხოვრება, ეხა მაგარი ქმარი მყავს, მაგარი ცხოვრება მაქვს და იმდენად მომეწონა ეს პროდუქტი, რომ მე აქ გავარ და ეხა მყიდი, იმიტომ რომ მინდა რომ შენც ამაში დაგეხმარო. ვრცელ ისტორიას ვერ მოვყვები, გირჩევ რომ მთლიანად უყურო, მაგრამ მორალი არის ერთი. არავის არ აინტერესებს პროდუქტი, სანამ არ გაიგებს რაში დაეხმარება, რატო ხარ შენ სანდო და სანამ არ გენდობა როგორც ადამიანს ემოციურად. დაიწყე შენი ისტორიის მოყოლა.